რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც თითოეულობა ნაკლებად ხდება. მაგრამ ჩვენთან იმერეთში ზოგადად თითოეულობისთვის მზად როცა ვართ, აუცილებლად მცენარეებს ანუ ფუთავთ ისე რომ არ დაზიანდეს, რადგან თოვლი როგორც იცით, ძალიან მძიმეა, ასევე შეუულია მცენარეების გადატეხვა, ყინვებიც არის მერე მოსალოდნელი და ანუ ეს სტრესიც არის ერთგვარი და ასევე მცენარეს აზიანებს და დეფორმაციასაც აძლევს და ამიტომ აუცილებელია შემოდგომით მცენარეები, ანუ შევფუთოთ, რომელიც თუნდაც აი ყინვას ვერ უძლებენ მცენარეები შევფუთოთ არის სპეციალური ასე თქვა შესაფუთი მასალა, რითაც შეიძლება მცენარე შეიფუთოს და გაუძროს ყინვას, ასევე შეგიძლიათ უფრო მეტად მინდა ურჩიო იმათ, რომელიც მარადმწვანე მცენარეებია, თუნდაც ნაძვები ან კამელიები, აი პრესის თოკითაც კი შეგიძლიათ უბრალოდ შემოუჭიროთ, რომ შედარებით უფრო მყარად იდგეს და თოვლმა არ დააზიანოს. აი ეს ერთი რამ შეიძლება გაითვალისწინოთ. სხვანაირად უბრალოდ ეხა ვერაფერს ვეღარ ვიზავთ. ეს არის უფრო მარტივი გადასალახი სტრესისთვის და მცენარის დეფორმაციისთვის, რომ მცენარემ დეფორმაცია არ მიიღოს და არ გადაგუწყდეს ტოტები. მარტისთვის რომ მოთოს საშინელება, რადგან უკვე მცენარეები იღვიძებენ მიწის ქვემოთაც, რასაც ანუ გულისხმობ, იღვიძებენ და ძალიან ცუდია მაგისთვის, რადგან უკვე გაღვიძებული მცენარის ან ყინვა მოხდეს ან თოვლი, ის უკვე მაგისთვის სტრესიც არის და არა მარტო სტრესი შეიძლება მცენარე გაანადგუროს საერთოდ. მაგას უკვე ჩვენ ასე ვთქვათ ვერ განსაზღვრავთ, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცეები იშვიათად ხდება, მაგრამ არის ეს რისკიც. თუმცა ზამთარში როგორც თქვი, ნებისმიერ დროს, როდესაც ყინვა გამძლეა მცენარე, ნიადაგის ქვემოთაც მიწა უკვე შედარებით თბილია და მაგას ვერ დააძენებს ვერანაირად.